რამდენი ხანია IPP-ს და ევროპარლამენტს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია არ მიუღია? ალბათ 1-2 თვეა. 2 თვე ევროდეპუტატების კრიტიკის გარეშე. ნედა რა მოხდა? თემები შემოელიათ, მიშაზე წერა მობეზრდა თუ საკუთარ კორუმპირებულობაზე გადაერთნენ. კორუფციულ ნაღმებზე ჯერ კიდევ ფეთქდებიან, მაგრამ დაფინანსებულ შეკვეთებსაც ხომ სჭირდება ყურადღების მიქცევა. 2 თვე რომ არ დაწერ მიშაკოდება და ყველაფერზე ივანიშვილია პასუხისმგებელიო, ხო შეიძლება იფიქროს ხალხმა, რომ ევროდეპუტატებს ნაცები აღარ ადარდებთ და მორჩა მარკეტა გრეგოროვას ხელით მათი ლობირებაო. ხო და გარე და შიდა ნაცკლასტერს გული რომ არ გახეთქოდა, გადადეს ცოტახნით თავიანთი კორუმპირებული პრობლემები და დასხდნენ წერად რეზოლუციისა. ამჯერად ძალიან მოინდომეს. იმდენი წერეს 5 რეზოლუცია დაწერეს. ყველგან მიშას დასტერიან. იმეორებენ $100,000 დაწერილ დიაგნოზებს, რომ ვეღარ დადის, ვეღარ წევს, ვეღარ ზის და საერთოდ ვეღარ არის. მერე რომ ყველგან, მათ შორის სოციალურ ქსელებში შეუძლიათ ნახონ, რომ დადის კიდევაც, ზის კიდევაც, ჭამს კიდევაც და ვეიბზე წეწევა. თქვენ გონიათ ნანახი არ აქვთ? აქვთ, როგორ არ აქვთ, მილიონჯერ. მაგრამ რო ჰკითხო იგივე გრეგოროვას, ან კრამონს, ან კუბილიუს, რატომ ჩაწერეთ ეს სისულელეები რეზოლუციაში, როცა ხედავთ, რომ კადრებში მსგავსი არაფერი ხდება, უცებ თავს გამოიშტერებენ და არ ვიცით რაზეაო საუბარი გეტყვიან. არა, ზოგიერთს მართლა შეიძლება არ ქონდეს ნანახი. ვივამედის კადრები კი არა, საერთოდ მიშაც არ ყავდეს ნანახი და საქართველოც არ იცოდეს სადაა რუკაზე. აქ ხომ ეს არაა მთავარი. მთავარია რომ ამაში იხდიან. ხომ ნახეთ მიშას ამერიკელი ექიმები როგორ გულუხვად დააჯილდოვეს სააკაშვილის მოსწიარულე გვამად გამოცხადებისთვის. ხო და ამ ფეიქ დიაგნოზებს ხომ სჭირდება ევროკავშირის დონეზე პოლიტიკური გაправება? სჭირდება. ხო და ლახანმა, ფინკელმა და გოლდსმიტმა თუ იხეირეს IPP-ელ დეპუტატებს აწყენ ზედმეტი რამდენიმე ათასი? ხო და შრომობს ხალხი დამატებითი შემოსავლისათვის. IPP-ელმა ნაცლობისტებმა ჰონორარის გამომუშავებისათვის ჩაწერეს და მოითხოვეს მაქსიმუმი. მიშას გათავისუფლებაც, ყველა უბედურების ივანიშვილზე დაბრალებაც და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე ვარის თქმაც. ყველაზე შორს კუბილიუსი წავიდა და ულტიმატუმი წამოგვიყენა. თუ ჩემი წესებით არ ითამაშებთ, პრობლემები შეგექმნებათო. ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, ქართული ოცნებისთვის. ძალიან მკაფიოდ ვამბობ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით. და რას ნიშნავს კუბილიუსის წესებით თამაში? რას და სააკაშვილის სასწრაფო გათავისუფლებას, ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულებას და ბოლოს ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას. და მერე რა რომ კუბილიუსების ოცნებები ქართველი ერის სურვილებს საერთოდ არ ემთხვევა. მიშას ევროლობისტები მაინც აპირებენ გააგრძელონ საქართველოზე ზეწოლა და მიშას ციხიდან გასაპარებლად პოლიტიკური ხრელების თხრა. IPP-მ და მათნაირმა ნაცლობისტებმა ბევრი იწუწუნეს, რომ რეზოლუციაში როგორმე ბიძინა ივანიშვილის გვარიც გაჟღერებულიყო. მარტო მიშას სიგამხდრეზე აქცენტები როგორ ჩანს ეცოტავად. როგორც ევროპარლამენტში ხდება ხოლმე, საბოლოოდ წუწუნმა გაჭრა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკომისიას განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. ლობისტები და ადვოკატები ბევრ რამეში გვანან ერთმანეთს. როგორი დამნაშავე, კრიმინალი და აფერისტიც არ უნდა იყოს მათი კლიენტი, ის მაინც უნდა გაამართლონ და მისი ინტერესები ბოლომდე უნდა დაიცვან. ხო და ამისთვის სხვისი დადანაშაულებაც მოსულა ხოლმე. ყველა მიცის რატომ ზის ციხეში მიშა. რამდენი დანაშაული ჩაიდინა, რამდენი მოიპარა, რამდენი უფლებამოსილებას გადააჭარბა, რამდენი დაარბია, დაასახიჭრა, მოაკვლევინა, აწამებინა და ასე შემდეგ. მაგრამ ლობისტებისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იხდის ეს დამნაშავე ფულს და თუ აწერ ხელს ასეთი ფულის აღებას, მაშინ ასეთ რეზოლუციასაც მისცემ ხმას. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედების სტრატეგია გაცილებით მრავალსულიანია, ვიდრე მიშას წინააღმდეგ მისი ვენდეტაში დადანაშაულება. როგორც შვეიცარიული ბანკის სკანდალმა აჩვენა, ევროპარლამენტის რეზოლუციებში ივანიშვილის გვარის ხსენება იმისთვისაა საჭირო, რომ კრედიტ სუისმა შემდეგ ამ რეზოლუციაზე დაყრდნობით თავისი ვალდებულება არ შეასრულოს და ივანიშვილს კუთვნილი თანხის დაბრუნება შეუფერხოს. და მერე რა რომ რეზოლუციაში ივანიშვილის ხსენება სამართლებრივად არაფერს ნიშნავს, მერე რომ ევროკომისიამ IPP-ის მიერ მისი სანქცირების მოთხოვნა არც ერთხელ არ გაითვალისწინა, შვეიცარიული ბანკი მაინც ამ რეზოლუციას ებღაუჭება, რაც ნათლად წარმოაჩენს, რომ ამ რეზოლუციებისა და კრედიტ სუისის უკან ერთი და იგივე პოლიტიკური ძალები დგანან, რომელთა მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და მათთვის გაცილებით იოლად მართვადი ნაცების ძალაუფლებაში დაბრუნებაა.
ანუ ყველაფერი ისე ვასალი ხელისუფლების ინტერესებთან მიდის, რომელიც ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც დირექტორი უბრძანებს. ზუსტად ამ თემის შემადგენელი ნაწილია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა და მასთან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაკავშირება. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ კლიმატში მიხეილ სააკაშვილის განგრძობადი პატიმრობა მხოლოდ აღრმავებს ბრაზს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მუდმივი წარუმატებლობა აჩენს რისკს დააბრკოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა. გესმით რაში ყოფილა საქმე? მიხეილ სააკაშვილის განგრძობადი პატიმრობა აღრმავებს თურმე ბზარს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ანუ მიხვდით ახლა რას ნიშნავს დეპოლარიზაცია. ჩვენ ხომ გვეგონა ხელისუფლება და ოპოზიცია მაგიდის გარშემო უნდა დამსხდარიყვნენ და დაპირისპირების შესამცირებლად კონკრეტულ მექანიზმებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. თურმე სულაც არა. დეპოლარიზაცია ევროპულად ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას და წერტილი. ანუ გამოდის რომ დეოლიგარქიზაცია ეხება თუ არ ეხება მხოლოდ ქართული ოცნების დამფუძნებელს უნდა მოერგოს, დეპოლარიზაცია კი მხოლოდ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების შემთხვევაში ჩაგვეთვლება და რა რჩება იმ 12 პუნქტიანი რეკომენდაციიდან პრაქტიკულად არაფერი. დიდი ალბათობით გამორიცხულია, მაგრამ თუ ევროკომისია რაიმე სახით მაინც გაითვალისწინებს ამ რეზოლუციას, მაშინ ის საკუთარ რეკომენდაციებს საკუთარი ხელით გააუქმებს და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკვე არა რეკომენდაციები, არამედ ულტიმატუმი გვექნება შესასრულებელი. ანუ თუ გამოუშვებთ მიშას მოგცემენ სტატუსს, თუ არა არ მოგცემენ. თუმცა პროცესების ასეთი განვითარება ნაკლებ სავარაუდოა. ევროპარლამენტმა ეს რეზოლუცია მიიღო 4 შაბათს. 3 დღე გავიდა და ევროკომისიიდან, ანუ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოდან მას არავინ გამოხმაურებია. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ როგორც აქამდე მიღებული რეზოლუციები დევს სადღაც თაროზე, ისე დაიდება და დაიმტვერება ესეც. უბრალოდ იცით რა საწყენი? ევროკავშირში რომ ისეთივე კანონი არ მოქმედებს უცხოელი აგენტების შესახებ, როგორც ამერიკაში აქვთ მიღებული 84 წლის წინ. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი. ეს კანონი ავალდებულებს კერძო და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან იღებენ დაფინანსებას, გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია და აწარმოონ რეგულარული ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ. ყოველ 6 თვეში მათ უნდა გამოაქვეყნონ, რაში დახარჯეს თითოეული დოლარი, რომელიც უცხოეთიდან მიიღეს. სხვათა შორის, სწორედ ამ კანონის დამსახურებით შეიტყო მთელმა საქართველომ მიშას ტვინის განლევადობის დასკვნა 108,000, ხოლო დემენციის დიაგნოზი 80,000 დოლარი რომ დაჯდა. ადვოკატს კი, რომელმაც ეს ფეიქ ექიმები უნდა გააправოს, $1,000,000 დაუსვეს ანგარიშზე. სწორედ ამ აგენტების აქტის დამსახურებით გამოქვეყნდა ეს თანხები ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე. ხო და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი კანონი არ მოქმედებს ევროკავშირში, რის გამოც ჩვენ ვერ შევიტყობთ ზუსტად რომელმა ევროდეპუტატმა ზუსტად რამდენი 1000 евро მიიღო იმაში, რომ კუჭის ოპერაციის შედეგად გამხდარი მიშა მოსიარულე მიცვალებულად გამოეცხადებინა. ხოლო ბიძინა ივანიშვილი ვენდეტაზე მეოცნებე შურის მაძიებლად წარმოეჩინა. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ მალე ასეთი კანონი ევროკავშირშიც ამოქმედდება. დიდი კორუფციული სკანდალი, რომელშიც ევროპარლამენტია დღეს გახვეული, საბოლოო ჯამში მიიყვანს ევროპას იმის აუცილებლობამდე, რომ ყველა უცხო ქვეყნის აგენტს მოსთხოვონ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა. ცნობისათვის, სწორედ ეს ამერიკული აქტი არის სამართლებრივი ბაზა, რომელზეც მომზადდა და ხალხის ძალის კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ზუსტად იგივე ვალდებულებები ექნებათ უცხო ქვეყნიდან შემოსულ ფულზე მცხოვრებ NGO-ებს, პარტიებს და მედია საშუალებებს საქართველოში, როგორი ვალდებულებებიც აქვთ შეერთებულ შტატებში. ერთი თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთვის დავაინიცირებდით კანონ პროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხებოდა. აღნიშნულ კანონ პროექტზე მუშაობა დასრულდა და საზოგადოებრივი მოძრაობა ხალხის ძალას საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ კანონ პროექტს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. აღნიშნული კანონ პროექტი ძირითადად შედგენილია შეერთებულ შტატებში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. როცა ამ კანონ პროექტის იდეა პირველად გაჟღერდა, მთელი ნაცკლასტერი და ლიბერასტული სამოქალაქო სექტორი დიდი შეტევისთვის მოემზადა.
თემა უნდა ყოფილიყო როგორ გადმოგვაქვს რუსული კანონი საქართველოში. და ის იყო ოპოზიციას კლანჭები უნდა გამოეჩინა, რომ ერთ წამში კლანჭების და კოვზის ნაცარში ჩაუვარდათ. რომ გაიგეს ამერიკელებს ეს კანონი რუსებზე 80 წელს ადრე ჰქონდათ მიღებული, ნამდვილი სამართლებრივი შოკი განიცადეს. მაგიტომაც ბევრი დღეს ხმის ამოღებასაც ვერ ბედავს, მაგრამ ლიბერალებზე ლიბერალს რადალებს ნაცკლასტერში. პოლიტიკა რაც გინდათ ფაქტებით მიმკითხოთ, მაინც არ დავიჯერებ, ჯერ ხომ არავის გაუუქმებია, ხო და ასე არ იჯერებს არაფერს ხათუნა სამნიძე. კანონ პროექტი ჯერ არც იყო დარეგისტრირებული, ანუ არც ჰქონდა ნანახი და უკვე ირწმუნებოდა არაა ეგ ამერიკული კანონის ანალოგიო. ამ პროექტის ინიცირება არის პირდაპირი რუსული გზა. ესაა უარი იმ მცირე შანსზე, რომელიც აქვს ქვეყანას იმისთვის, რომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი. ამ კანონის დარეგისტრირება არის პირდაპირ უარი ქვეყნის ევროპულ სტატუსზე. მას არავითარი საერთო არ აქვს ამერიკულ კანონმდებლობასთან. რა აზრი აქვს, რამდენიც არ უნდა უმტკიცო ახლა სამნიძეს, რომ კანონ პროექტი ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით შეიქმნა, მაინც არ დაიჯერებს. მას სჭირდება, რომ რუსულის ანალოგი იყოს და მორჩა. მერერა რომ ყველა ფაქტი სამნიძის წინააღმდეგაა. მეტი საქმე არ აქვთ ქართველ რესპუბლიკელებს, მათთვის არასასურველი ფაქტებისა და რეალობის ჭკუაზე იარონ. პუტინის კანონია და მორჩა. მაგრამ სამნიძეს და რესპებს ვინჩივის საქართველოში უცხოელი აგენტებისათვის ფრთების შეკვეცის პერსპექტივამ ჩვენი ამერიკელი მეგობრებიც კი შეაშფოთა. არის ასეთი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი, რომელიც ისე ანერვიულდა ქართველი NGO-შნიკების დაფინანსების ბედზე, რომ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაიწყო იმის მტკიცება, რომ ქართული კანონპროექტი თურმე ამერიკული აქტის ბაზაზე არ ყოფილა შექმნილი. განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე, აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა ამერიკულ კანონმდებლობას. მესმის, რომ საქართველოში აგენტების უკონტროლო საქმიანობა მათი დონორებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ამხელა დეპარტამენტის, ამხელა პრეს-სპიკერი რომ ხარ და ამხელა ბრალდებებს გვიყენებ, იქნებ ნება იბოძო და რამე მტკიცებულებაც მოაყოლო შენ სიტყვებს. მაგალითად გითხრა, რომ ამერიკულ კანონმდებლობაში ასეა და ქართულ კანონპროექტში სხვაგვარადაა, მაგრამ არა, მსგავს არაფერს გვეუბნებიან. აი ესე უბრალოდ არაა ეგ ამერიკის მსგავსი, უფრო უნგრული ან რუსულია და მორჩა. იცით რა მსგავს ეს განცხადებები? შიშს. როცა ხვდები, რომ გავლენას კარგავ ვერაფერ შველი და ისტერიკის გარდა აღარაფერი გრჩება. რახან ნედ პრაისი და ქართველი რესპები თვითონ ვერ პოულობენ განსხვავებას, რომ თავიანთი სიტყვები გაამყარონ. მე ვეტყვი ერთ განსხვავებას. ამერიკული კანონმდებლობის დამრღვევ აგენტებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ელით 5 წლამდე ციხის სახით. ქართული კანონპროექტი კი გაცილებით ჰუმანურია და მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. მოკლედ დასკვნა ერთია. ამერიკაში შეიძლება აგენტების ფინანსების კონტროლი. ევროპაში შეიძლება, მაგრამ საქართველოში არ შეიძლება. საქართველოში პირიქით აგენტოკრატიაა საჭირო. უცხოეთში გამოზრდილი, ტვინ მოწამლული და ფინანსურად დამოკიდებული მანქურთები უნდა მართავდნენ საქართველოს. მხოლოდ ასეთი საქართველოს შეიძლება იყოს ვასალი სახელმწიფო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში საკუთარ ეკონომიკასაც დაანგრევს, მეორე ფრონტსაც გახსნის და საზარბაზნე ხორცადად შეეწირება ზელენსკის და პოდოლიაკის ინტერესებს. მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი არ გვემუქრება. ეს ის შემთხვევაა, როცა ისინი იყეფებენ, ქარავანი კი ივლის, ანუ საქმის კეთება გაგრძელდება. ქართული NGO-ები და მათთან ერთად ყველა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები კი ჯობია მოემზადონ გამჭვირვალობისთვის. ხართ უცხო ქვეყნის აგენტი, ნება იბოძე და თითოეულ დოლარზე, რომელსაც ხვისი ინტერესებით ხარჯავს საქართველოში, მოგვაწოდე ამომწურავი ინფორმაცია. მოიქცევი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, გადაიხდი 25,000 ჯარიმას და მადლობა თქვი, რომ ისევე არ ამოყოფ თავს ციხეში, როგორც ეს ამერიკის შემთხვევაში მოგიწევდა. მაგრამ სამწუხაროდ ვერანაირი აქტით და კანონით ვერ აკრძალავ სიმულანტობას, პოლიტიკურ ავანტიურისტობას და საკუთარი სიგამხდრით სპეკულირებას. და კიდევ ვერს უნიჭო მსახიობობისთვის აგებინებ ვინმეს პასუხს. მოკლედ ბოლო კადრებმა ვივამედის ლუქს პალატიდან საბოლოოდ დაანგრია მითი მიშას მომაკვდაობაზე. რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს სააკაშვილს, რომ თავის მომკვდარუნებით დააღწიოს თავი პატიმრობას, მაინც ძალიან რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელია 6 თვე 24 საათის განმავლობაში ითამაშო მომაკვდავი პაციენტის როლი. მთელი დღე დაიმართო გულყრები, გადმოვარდე საწოლიდან, იჩოჩიალო ხადუნებით, იბარბაცო, დამაჯერებლად დაეცე, თან ის რომ არაფერი იტკინო და ასე შემდეგ.
ხო და მიშაც ხშირად გამოდის ხოლმე როლიდან და იქცევა ისე როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს საშუალებას. ანუ დადის ხადუნების გარეშე, ოთახიდან ოთახში გადაადგილდება ბარბაცის გარეშე, კედლებს არ ეხეთქება, საწოლზე არ ეცემა და წინდასაც შესანიშნავად იხდის ცალფეხზე მდგარი. უბრალოდ ადამიანს ხანდახან ავიწყდება, რომ კამერები მის ოროთახიან ლუქს პალატაში 24 საათის განმავლობაში იღებენ ყველაფერს. და თუ მისი სიმულანტობის კადრებით სპეკულირებენ ნაცტელევიზიები, მიშას ჩვეულებრივი, გამხდარი, მაგრამ ჯანმრთელი ცხოვრების კადრების გამშუქებლებიც გამოჩნდებიან როგორმე ქართულ მედია სივრცეში. სასაცილო და არაადეკვატური კიდე იცით რა არის? მიშას კადრები ხომ ყველა ტელევიზიამ გააშუქა. ხო და როგორ ფიქრობთ, მისი პირადი ცხოვრების ხელყოფა ვის უნდა დაბრალდეს? რა თქმა უნდა, პენიტენციალურ სამსახურს. ხაჭაპურიძის მიწოდებულ კადრებს თუ გააშუქებს ეთერში ნაცმედია, ეს არაფერი. რა მოხდა? მან ხომ სიკვდილის პირასაა ადამიანი, მაგრამ თუ ოთახიდან ოთახში მოკუნტრუშე მიშა გამოჩნდა სადმე, ეს დანაშაულია. მიშას უფლებების დარღვევაა. არ უნდა ადამიანს რომ ჯანზე მყოფი ნახოს ვინმემ და მოკალი. ისე ვინმე შინაურმა იქნებ უთხრათ ამ არაადეკვატურს რომ მორჩა სასამართლო, სიგამხდრით სპეკულაცია დასრულდა. თელმა ქვეყანამ გაიგო რომ არ კვდება და აწი შეუძლია რამე კალორიული და გემრიელი ჭამოს. მაგრამ თუ არ უნდა ჭამა, ნუ შეჭამს. უნდა კიდე გახდომა, მისი ნება გახდეს. ოღონდ ისიც უთხარით რომ ამის გამო ნაცსექტის გარდა საქართველოში სახეს არავინ დაიხოკავს. იმავდროულად არ დაავიწყდეს მისივე ექიმების გაფრთხილება, რომ 52 კილოზე შეიძლება ფეხები გაფშიკოს. არა, ეგეც მისი ნება, უბრალოდ შეახსენეთ რომ თვით დაზიანების დროს პასუხისმგებლობა თვით დამზიანებელს ეკისრება და არავინმე სხვას. მოკლედ, მისი სხეულია და მისი ნებაა რას უზავს, მაგრამ ისი არ ქნას, რომ პოლიტიკურ რეალობაში აღარ მოხდეს. თუმცა ვინ და როგორ მოხდება მომავალი კვირის პოლიტიკურ რეალობაში? ნახავთ უკვე მომავალ შაბათს, საღამოს 7 რომ დააკლდება 15 წუთი. დროებით.